თქვენი აზრით, უნდა დატოვონ თუ არა ქართველმა სამხედროებმა ავღანეთი და როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ავღანეთში ქართველი სამხედროების დიდი რაოდენობის წარმოდგენის შესახებ? თუ გვინდა რომ ნატოში შევიდეთ და გავწევრიანდეთ და საქართველოს დამოუკიდებლობა დაცული იყოს და კარგ ცხოვრებას ველოდებით, ჩემი აზრით უნდა იყოს. მე ვფიქრობ, არ უნდა იყვნენ და თუ მაინც სახელმწიფოს და ქვეყნისთვის აუცილებლობას და საჭიროებას მოითხოვს, მაშინ შეზღუდული რაოდენობით უნდა იყოს და რა იმდენი რამდენიც საერთოდ არც ერთი არიან დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ამის ნახევარი ხალხი არიან და არ უნდა იყვნენ ის იმდენი. აქ თვითონ საზღვრებია დასაცავი და იქ ჩვენი ხალხი და ჩვენი ხალხგაზრდობა იხოცება. ისე უჯობია საქართველოს შევწიროთ თავი ჩვენ საზღვრებს. ვიდრე იქ. ესედაც ერთი მუჭა საქართველოს, ერთი მუჭა ქართველები ვარ და აუცილებელია მაინც ადამიანს გაიხოცნეთ ჩვენი მეომრები და ჩვენი ჯარისკაცები. ხალხო და ჩემი აზრით არა. ეს ნატო კატუეთუილია ყველაფერი. ყველამ კარგად ვიცით ძიმას პატარამაც რომ სანამ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, აქ ვერ ნატოში შეყვალა ვერ ხაფალ. ეს ყველი ერთი. რუსეთმა კარგად იცის კიდე რომ ეს ამბავი უნდა მოხდეს და ის ცოცხალი ტერიტორიებად დაწესდეს. ეს არის ყველაფერი უვაჟო. ყველამ მეთქი რომ წოსნავა. ნებისმიერ დები შეეკითხა ყველაფერი. ერთი მერე კიდე რა გახდა ეს ნატო გადააყოლეს ქართული კაცის ტრადიციებზე მთელი პასუხობა თუ რამე ხონდა გადააყოლეს თუ ამ ნატოს. რა გინდა არ გინდა თუ ვიღაცის თითის ხნევა გვინდოდა რუსეთი რო გვიქნოდა თითის არ მეგოწონა იმიტომ გეყავით რა. ახლა იმად გიქნიო რა მნიშვნელობა გვინდა იქნებს. რა მნიშვნელობა რუსეთი არ ვიყავით ვინმე რამე გეხებოდა. ნაკლებად ცხოვრობდით. რა თქმა უნდა რომ ანიქარიან და საერთოდ ის ნატოა თუ კატოა და ან ევროპა. რომელმა შეიწუხა თავი ჩვენი გვით. რუსეთი შემოვიდა და სარკოზმა ტერიტორიები დაიპყრო და სარკოზმა ის რაღაც ავიანოსი აჩუქა. ვითომ იყიდე. ეგ არის მაგათი მეძე უნდა იყო. ეგ მაგულში უნდა იყვნენ და დაიხოცნენ ის გულში. ავღანეთი უნდა დაატოვონ ქართველმა ხალხმა, სამხედროებმა. იხოცება ჩვენი ხალხი. არ უნდა იყვნენ ფენჯერები. ფიჩინზე წყალზე რა უნდა ფენჯერები. ვისი გულზებს უნდა. არ უნდა იყვნენ, ეგრე დაგროვებია საქართველოს შეეგრა. ის ავღანელო დაგვიშინო და ჩადნო და რუსების ხარეზე და მაგალითად თქვა როგორ შეიძლება. კარგი იქნება, გაგვიხარდება. რა უნდა ვისებზულები? ვის მიწაზე მიდიხარ და ვის მიწაზე ვისაც ვერ ვის გულკინა ჩხუ. არ უნდა იყო. გული-გულიზე არის ეს. არ უნდა იყვნენ ნამდვილად ქართველები ავღანეთში, ამიტომ სიკვდილიანობა მეტი ისმის და კარგი არაფერი არ ისმის. რატო უნდა იყვნენ? ავღანეთთან არ აგვაქვს მე მგონი ხელა ის ჩვენი რომ გინდა თუ არა იქ უნდა იყვნენ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება რა ვიცი. ამდენადაც მესმის კი ახლა ხელისუფლება რომ იქ საჭიროა და ეს უნდა შეწირო და გააკეთო ისე რომ საერთოდ გაზიარება იყოს, მაგრამ პირადულად მე მაგალითად ჩემი შვილისთვის არ მოვიზადებ რომ მაინც ავღანეთში და ესეთ კონფლიქტურ ზონებში ყოფნა-ყოფნაზე იყოს საკითხი. აუცილებელი უნდა დატოვონ ავღანეთი ჩვენმა სამხედროებმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი, ბიჭი იუღება ჩვენი ქართველი. საქართველოს სჭირდება რომ იყოს ნაწილი მაინც, მაგრამ ეს თლიანი ძალიან ბევრი არის ჩვენი სამხედრო. იმ ნაწილმა ცუდ არ არის ის არა, ის ნაწილი ცუდ არის, მაგრამ მაინც არ შეიძლება რო არ ყავდეს, არანაირად არ შეიძლება. რატო? არ ჭირდებათ ესე. ჭირდებათ, იმიტომ რომ ნატოში შევიდნენ, არა, მაგიტო ჭირდებათ. ყველა სახელმწიფოს აყავს მაგულებს. ყველა სახელმწიფო როგორც ჩვენია, ბევრი ძალიან დიდი რაოდენობით არის ჩვენი, ამ ხელა რაოდენობით არ უნდა იყოს. ჩვენი სამხედროში ჩვენ ქვეყანას უნდა იცავდეს და არა ავღანეთს. ახალგაზრდა ბიჭები იხოცებიან. აბა როგორ უნდა გავამართოთ? დატოს შესვლის ფასად დავხოცოთ ჩვენი ახალგაზრდები. მაინც აუცილებელი ამ ხელა კონტინენტის სულაც არ არის საჭირო და იყო და რაოდენობით. უნდა გამოიყვანოს. იქ რა უნდა? არ არის საჭირო. არც ნატო გვიშველის რამე და არც არაფერს. ნატო შეიძლება ის თავით უნდა ჭალდა ყველა. ჯობია რომ აქ იყვნენ თავიანთ სამშობლოში იმსახურე ქართველმა კაცმა. ამობენ ვითომ საერთო საქმისთვის არის საჭირო, მაგრამ მე მაგის იმას რა ვიცი მე. ვერ ხედავ უბრალოდ რა. კონტინენტი უნდა შემცირდეს. საერთოდ კი უნდა იყვნენ აუცილებლად, იმიტომ რომ ნატოში შესვლა რო გვინდა. ამისთვის აუცილებელია. ჩემი აზრით არ არის საჭირო იქ ყოფნა სამხედროების. არიან ძლიერი ქვეყნები, რომლებსაც არც ერთი ჯარისკაცი არ აყავთ და ამდენ მცირე რიცხოვან საქართველოს
ყველაზე მეტად პროცენტულად დამატყავთ. და ფაქტიურად არაფერი არ გამოდის. ამდენი დაპირებები, ამდენი რაღაცეები სულ ტყუილია. უნდა გამოიყვანოთ. ჩვენ მიგვეხმარებოდა 8 აგვისტოს. ჩვენ რუსი ჯარი არ გვინდა იმას მოსახლეობას ქართველი ჯარი უნდა. ჩვენ რუსი ჯარი არ გვინდა საქართველოში. ავღანელებს უნდა აქ ქართველი ჯარი და ამერიკელი ჯარი. არ უნდა იყოს ქართული ჯარი არ უნდა. ამერიკა თუ ამხანაგია რუსეთი რო ბომბავდა რატო არ დაგვეხმარა? ეგ როგორი მეგობრობა და ამხანაგობა? აბა გლეხკაც რეფერენდუმ იმაზე ჩაატარეთ, თულო გლეხკაც აგი ატაიმაკ დაკრეფილი და ვერ გამეყედნია. რუსეთი მინდა თუ ამერიკა მინდა, მოდი მოსახლეობაში რეფერენდუმი ჩაატარეთ აბა.